მე ვიცავ სინდისის პატიმრებს გიორგი კუჭუაშვილს, ანატოლი გიგაურს, ონისი ცხადაძეს, აზორ კვარაცხელიას, გიორგი ახუბაძეს. რეალურად ყველაზე მძიმე ჩემთვის, ადვოკატისთვის იყო პირველი დღეები, როცა 4 სისხლის სამართლის საქმეში ჩავერთე და ვაცნობიერებდი იმას, რომ თუნდაც წარმატებით დასრულებულიყო ბიჭების საქმეები, რამდენიმე თვე მათ მოუწევდათ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა და ეს არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ეს არ იყო 5 დღე. ეს იყო გატარებული თვეები უქმად, ფუჭად და ეს ბიჭები, რაც თავარია, არ იქნებოდნენ ოჯახთან ახლოს. ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი იდგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ. ისინი იყვნენ ჩემს მაგივრად, იყვნენ თქვენს მაგივრად. გიორგის საქმე კუჭუაშვილზე მაქვს საუბარი, ნახევრად ცარიელი ბოთლი, უბრალოდ მოისროლა გედედეს თანამშრომლების წინააღმდეგ და რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ ათეულობით, ასეულობით თანამშრომლისგან, რომელიც ეს ვთქვათ, ნიღბით, ფარით, სხვადასხვა იარაღებით იყვნენ შეიარაღებული, მხოლოდ ერთადერთი ადამიანს არ ქონდა ის ეგრეთ წოდებული ნიღაბი, ჩამოფარებული სახეს და მაინდამაინც იმ ადამიანს მოხვდა ცხვირის არეში. ჩვენ საქმე წარმართეთ ისე, როგორც გიორგის სურდა, გულწრფელი აღიარებით, პასუხისმგებლობის აღებით, რაც მან გააკეთა, თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ მას თავდასხმა არ ქვია. იგი პოლიციას თავს არ დასხმია, მან თავისი არსებით, შეგნებით გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ჩვენ საქმე გავხადეთ თავიდან ბოლომდე უდაოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ აღარ ვკითხავდით მოწმეებს, საქმეზე იყო დარჩენილი მხოლოდ პროკურორის და ჩემი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. და ფაქტობრივად ჩვენი მიზანი იყო, რომ თუ საქმე მალე დამთავრდებოდა, ნებისმიერი სასჯელის გამოტანის შემთხვევაში იმდროინდელ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეეწყალებინა გიორგი კუჭუაშვილი და რეალურად ახდა ისე, როგორც პროგნოზირებდი სამწუხაროდ. ოქტომბერში ჩანიშნული 2 პროცესი უმიზეზოდ გააუქმეს, ნოემბერში ჩანიშნული პროცესი პროკურორის მიზეზით, რომელიც დღემდე არ ვიცი, რა მიზეზით ვერ გამოცხადდა იმ კონკრეტულ პროცესზე, გააუქმეს. საბოლოოდ ჩაინიშნა პროცესი დეკემბრის იმ თარიღში უკვე, რომლის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ვეღარ შეიწყალებდა შესაბამისად. ეს იყო პირველი რეალური მიზეზი, რეალური საფუძველი, როცა უკვე ხვდები, რომ შენს მიღმა არის სისტემა, რომელიც ისე წყვეტს რამეს, როგორც თვითონ უნდა. გიგაური იყო ერთ-ერთი პირველი დაკავებული ზოგადად ამ საპროტესტო აქციებზე და მე მომიწია გიგაურის დაცვა, ეს იყო 25 ნოემბერი და როცა შევედი ზურასთან, ესე ოძახიან მეგობრები ანატოლის იზოლატორში და მე დასკვნით სიტყვაშიც თქვი, ზურა მეუბნება, გიგაური მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მე პოლიციას ხელი ნამდვილად მოუქნიე. მაგრამ სანამ მე ამას გავაკეთებდი, პოლიციელმა მანამდე მე დამარტყი. მე ზურას უთხარი, რომ კადრები გავრცელდა მხოლოდ შენი დარტყმის, მასალები გადმოგვეცა და იქ ვიდეო ასახავდა მხოლოდ გიგაურის დარტყმის ფაქტს და ზურას უთხარი, ხვალ უნდა გქონდეს პირველი პროცესი და თუ ჩვენ ამას ვიტყვით და ამას საბოლოოდ ვერ დავამტკიცებთ, ჩავთვალოთ, რომ ვართ განწირულები, არა მხოლოდ საქმეში, არამედ სტრატეგიულადაც. მე ზურამ მითხრა ესეთი სიტყვები, რომ მე ვარ ხევსური კაცი, მე არ შემიძლია ტყუილის თქმა და მე ტყუილს ვერ გეტყვი. და როდესაც მან მითხრა სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვა იყო მხოლოდ საქმეში და სხვა არაფერი, მე დაუჯერე მას, არა იმიტომ, რომ ხევსური იყო, იმიტომ, რომ მე ვიცოდი, რომ ანატოლი გიგაური იყო მართალი და მისი სიტყვა და წინადადება, რომ იგი ტყუილს არ იტყო და ჩემთვის იყო იმის ნიშანი, ანთებული მწვანე სისხლის სამართლის საქმეში, რომ მე ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ მინიმუმ მომეძიებინა ის კადრი და რეალურად შევძელით ჩვენ ამ კადრის მოძიება. აღმოვაჩინეთ კადრი, სადაც ძალიან კარგად ჩანდა 3 წამით ადრე, როგორ უტყავს პოლიციელი შეკრულ მუშს ხელს გიგაურს და უკვე შემდგომი მოქმედებაა ზურასი. ეს არის ზოგადად პირველი ნათელი წერტილი, რომ ჩვენ ვიცავთ მართალ ადამიანებს, რომლებმაც თუ რაიმე ჩაიდინეს,
არ გაურბიან არანაირ პასუხისმგებლობას, მაგრამ ეძებენ სიმართლეს, იმ სიმართლეს, რომლის პოვნაშიც ჩვენ გვინდა რომ დავეხმაროთ მათ. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ დაზარალებული სტატუსის მქონე პატრულ ინსპექტორმა ანატოლი გიგაურს პირველმა დაარტყა მუშტი სახეში. პროტესტული აქციების მონაწილეს დაკავების შემდეგაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, მას დაზიანებები მიაყენეს, თუმცა არავინ დასჯილა. უნისეს საქმე, ანუ 11 პირიანი საქმე და გიორგი ახობაძის განაჩენი დაემთხვა ერთმანეთს. ყველა მიცოდა რომ რამდენიმე წუთში ცხადდებოდა გიორგი ახობაძის განაჩენი და უნისეს უთხარი რომ თუ რაიმე ცუდი გამოაცხადეს, ალბათ პროცესზე ვერ შემოვალ ჩემი ემოციური მდგომარეობის გამო მეთქი, მაგრამ თუ რაიმე დადებითი გამოაცხადეს, შეიძლება უფრო მეტად ვერ შემოვიდე მეთქი და საბოლოო ჯამში გავედი ესე მძიმე დატვირთული ემოციებისგან, როცა დავჯექი ჩემს მაგიდასთან, დავჭირე ტელეფონი, ჯერ კიდევ ველოდებოდით მოსამართლის შემოსვლას და ჩემს კოლეგას უთხარი, მოდი დავწეროთ, რომ გიორგი ახობაძე არის უდანაშაულო და გამართლა. და როცა მოვისმენთ მოსამართლის მოსაზრებას დავპოსტოთ. ჩვენ დავიჯეროთ ჩვენი თავის და თუ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენი თავის, რაღაც მჯერა რომ შეიძლება ესე იყოს მეთქი. მოსამართლე შემოვიდა და დაიწყო მუხლების გამოცხადება, რითაც იწყებენ ხოლმე სტანდარტულად სასამართლო მიხემძღვანელა და ჩამოთვალა მუხლები და ორივე ყურთან მივიტანე ხელი, იმიტომ რომ მუხლების მიხედვით მივხვდებოდი რა გადაწყვეტილება გამოიტანა, ერთ-ერთ მუხლს იტყოდა თუ არ იტყოდა, სპეციალურად არ მოусმინე მუხლების ჩამონათვალს და როცა დაასრულა, მივხვდი, მოიხსენი ყურებიდან ხელი და ამ ეტაპზე დასაჯერებელი, თუმცა იმ დროს ჩემთვის დაუჯერებელი ფრაზა მოვისმინე, გიორგი ახობაძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ. გიორგი იყო უემოციოდ, ჩემთვის რაც ყველაზე გასაკვირი იყო, შეიძლება გულში ჯეროდა, იმიტომ რომ მართალი იყო, მე უფრო ესე მგონია. და როდესაც უკვე გააღო კარი ბადრაგმა, გიორგი შეუმნები ხმამაღლა, ჯერ მოსამართლეს არ ქონდა დამთავრებული გამოცხადება, გამოდი თავისუფალი ხარ მეთქი, მოდის და თან ვერ მოდის, ანუ აცნობიერებს, მაგრამ არ იცის წამოვიდეს თუ არ წამოვიდეს, ვერ გაიგო ვერც ბადრაგმა. ბადრაგს უყვირი გამოუშვი მეთქი თავისუფალია, თქო გამოუშვა ბადრაგმა, ჩავიჯინეთ გიორგი გვერდში, ჩავეხუტეთ, ამ დროს უკვე დარბაზში არის წარმოუდგენელი ხმაური, გარეთ საოცრება ხდება, თუმცა კი გიორგი ბოლომდე მოთმინებით უსმენდა, როდის დაასრულებდა მოსამართლე. მე გავაცნობიე რომ მზად არ ვიყავი ემოციურად იმის მოსმენისთვის, იმიტომ რომ იმხელა ემოციები გავეცი იმ დღეს, რომ ღამით სახში ვერ დავეძინე. თონისე საინტერესებდა ყველაფერი აბსოლუტურად რა ხდებოდა მის გარშემო. არა მარტო მის გარშემო სოციუმში, არამედ სოციალურ ქსელში. და როგორც ვიცოდი სანდროსგან, მას ძალიან უყვარს სოციალური ქსელი და ვერ წარმოედგინა სანდროსაც როგორ გაძლევდა უნისე სოციალური ქსელის გარეშე ციხეში, თუმცა შეგვქონდა გარკვეულწილად ეს ამბები, ჩემს გარდა მეგობრებიც ინახულებდნენ ხოლმე, შეგვქონდა თითოეული ის ამბავი, რაც მის თავს, მისი ფრაზის თქმის შემდეგ რა გამოხმაურებაც იყო, აი პროცესზე თუ ვიჯექი ტელეფონის მიმიტანია და მიჩვენებია ხოლმე მაგალითად მის ფრაზას ვინ აზიარებდა, ვინ ალაიქებდა, კომენტარებში რა წერდნენ და ასე შემდეგ. ონისეს ძალიან ძიმე პერიოდი ჰქონდა რამდენიმე თვის ადრე მამა გარდაეცვალა და ეს მოხდა ერთ-ერთი პროცესის ბოლოს, როცა დავამთავრეთ, დარდობდა ძალიან ამ ამბავს, იყო ძიმედ ემოციურად, მე ვიცნობდი მამამის, იყო რამდენჯერმე პროცესზე, იყო ხალისიანი კაცი, დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა, ჩვენთან აავლენდა იმას, რომ განსაკუთრებით განიცი და უბრალოდ ვერ ხვდებოდა რისთვის იყო ონისე დაკავებული. როდესაც დაკრძალვის ამბებმა ჩაიარა, იყო პირველი პროცესი და ონისე მოდის სასამართლოში და სრულიად გულწრფელად ამბობს შემდეგ ფრაზას, რომ ეს ამბავი, რაც მოხდა, არის ჩემი ტვირთი და ჩემი ოჯახის გადასატანი. მე ამით დავიწყე დასკვინთი სიტყვა. თუმცა მიუხედავად ამისა, მე არავის მიმართ და გულისხმობდა მოსამართლეს და გულისხმობდა პროკურორს, რავით არის შური, ბოღმა, რაიმე მტრობა არ მექნება. მე ამას გაპატიებთ თქვენ, მაგრამ ვერ გაპატიებთ ქვეყნის დაკარგვას, ვერ გაპატიებთ ქვეყნის მომავლის დაკარგვას. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე წინ აყენებს სამშობლოს. ესეთ ადამიანს ასამართლებდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, სამწუხაროდ ესეთ ადამიანს მიუსაჯა
2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩემზე მივიდარდებთ და ქვეყანას მივხედოთ, ეს თხოვნა მექნება თქვენთვის. ჩემი მე არა საერთოდ მიფიქრებ ჩემზე მივიდარდებ. იმაზე ვიდარდებ, რაც ქვეყანას გვაქვს და როგორი დამოკიდებულებაც აქვს ამ ადამიანებს. ეს მინდა რომ მეთქვა. ათეულობით ადამიანი, ათეულობით აქტივისტი, არ გულისხმობ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დადიოდა პროცესზე სისტემატურად და მე შემიძლია ნამდვილად თქვა ის, რომ აქტივისტებმა, ზოგიერთმა მათგანმა, ბიჭები, ვინც იყვნენ ბრალდებულები, რეალურად დარბაზებიდან გაიცნეს. და ზოგიერთი მათგანი დღემდე წერს, ეკონტაქტება, ემეგობრება თითოეულ მათგანს, უგზავნის გამამხნევებელ წერილებს და იღებს იქედან ბიჭების მხრიდანაც გამამხნევებელ წერილებს. ადამიანებმა შეიძინეს ერთმანეთი ისე რომ არ იცნობდნენ საერთოდ და ზოგს ერთმანეთის შესახებ საერთოდ გაგებულიც კი არ ქონდა. მე აი 10 წლის მანძილზე არ მახსენდება ძალიან ბევრ პროცესში მიმიღია მონაწილეობა, მე არ მახსენდება ესეთი პროცესი, როცა გაიგივებული ყოფილიყო ყველა ადვოკატი, ყველა ბრალდებულთან. შესაბამისად, თითოეული პროცესი იყო პატარა გამარჯვება არა პროფესიულად, არამედ ადამიანურად. თითოეული პროცესი და განსაკუთრებით ალბათ მაინც გამოყოფ გიორგი ახობაძის პროცესი იყო ბრძოლა და გიორგიც აღნიშნავს ხოლმე ამას, რომ როცა გამოვდიოდით პროცესიდან 1 საათი პროცესის შემდეგ, 1 საათიანი პროცესის შემდეგ ვიყავი ისე დაღლილი, რომ თითქოს გამოსულიყავი 5-6 პროცესიდან, ვინაიდან თითოეული მოწმის დაკითხვა და ძალიან კარგად იცით, რომ მოწმეები მოდიოდნენ ცრუჩვენებით და ცრუჩვენება იყო დაახლოებით მათი ამბობის 90%. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ეს ცრუ მოწმეები მოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, თუ ამის მიღმა კიდე სად არიან ის პოლიციელები, რომლებიც მოდიან და უბრალოდ სრუჩვენებას კი არ ამბობენ. საერთოდ არ არსებულ რეალობას ამბობენ. პოლიციელი, რომელიც მოვა და გეუბნება თუნდაც სიტყვის მასალად, რომ ჩვენ ხომ მოკლად შეგვიძლია წამებაც, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას ჩვენი კითხვების პასუხებად მათი ამგვარი დამოკიდებულება.